შეხვედრა პრემიერთან და შეწყვეტილი პროტესტი, რაზე ისაუბრეს აუდიტორია 115-ის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილთან. ლევან ლორთქიფანიძე უპასუხებს ამჯერად 20-30-ის შეკითხვებს. ლევან, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ ლევან რამდენიმე წუთის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ აუდიტორია 115-ის წევრებმა გააკეთეს განცხადება, გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც თქვენ პრეზიდენტს, პრემიერს, დიპლომატიურ კორპუსს მიმართავთ თხოვნით, რომ დაგიცვათ თქვენ და თქვენი ოჯახები და საუბრობთ ზეწოლაზე. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა ტიპის ზეწოლა საუბარი, რას გულისხმობ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს ტელეაუდიტორიას. მას შემდეგ, რაც აუდიტორია 115 გამოვიდა აი ამ საზოგადოებრივ ასპარეზზე და დაიწყო პროტესტი, იმ ადამიანებთან, რომლებიც ტელეეკრანებზე ჩანან ხოლმე, ხშირად მიდიან უცნობი პირები და გარკვეული ტიპის გაფრთხილებებს აძლევენ მათ. რა ტიპის გაფრთხილებებს? რომ არ უნდა იაქტიუროთ, ეს თქვენი საქმე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება? წინააღმდეგ შემთხვევაში მაგალითად გავათავისუფლებთ ქვევშობელს, რომელიღაცა რაიონში, რომელიღაცა არა, რომელიღაცა არა, ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ კონკრეტულად რომ გითხრათ და ვისგან მოდის ამ ტიპის ზეწოლა. ესენი არიან უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, აბა ვინ უნდა განახორციელოს ზეწოლა, ჩვენ ამის ვარაუდს გამოთქვათ, ეჭვს გამოთქვათ და ვითხოვთ იმას, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში იყო გუშინ ეს შემთხვევა ბოლოს. კონკრეტულ რაიონს თვითონ ის ადამიანი იტყვის, როცა მივიდნენ და უთხრეს კონკრეტულ თანამდებობის პირს მუნიციპალურ სტრუქტურაში მომუშავე სპეციალისტს, რომ წახვალ სამსახურიდან ვერ გეტყვით, მე მასთან არ შემითანხმებია, რომ ამას საჯაროდ ვიტყოდი, მაგრამ ის ისეთი მამაცი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, თქვენი კორესპონდენტები მასთან თუ მივლენ, იტყვიან ამას საჯაროდ. ირაკლი კუპრაძემ ერთხელ ეს უკვე საჯაროდ განაცხადა, როცა ბათუმში ვის ოჯახთან შევიდნენ და ესეთი ადამიანები, როგორც ჩანს, აღმოჩნდით ძალიან ბევრი აუდიტორიაში, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ გამაფრთხილებელ განცხადებას და ვთხოვთ კონკრეტულ პირებს, კონკრეტულ უწყებებს, რომ ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ, ჩვენ კანონის დარღვევას არ ვაპირებთ, ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას არ ვაწყობთ, ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ჩვენ ვიბრძვით უბრალოდ იმისთვის, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა. არც ერთ უცხოურ ძალას რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ზეწოლის შემთხვევები გაიზარდა? არა, მაგას არ ვაცხადებ, მაკა, მე ვამბობ იმას, რომ ეს ზეწოლები დაწყებულია ჯერ კიდევ 14 კი არა 7 მარტიდან, რაც მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველი დემონსტრაცია დაიგეგმა. და ნუ ეს ძალიან სამწუხაროა და ჩვენ თქვენი დღევანდელი განცხადება პრევენციული ხასიათის არის თუ კონკრეტულ ფაქტებს კონკრეტულ ახალ ფაქტებს ეფუძნება დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ მუნიციპალიტეტში და გითხარით, რომ თქვენ კორესპონდენტს ეტყვის ის ადამიანი, თუ გეტყვით იმ ადამიანის ვინაობას, რა თქმა უნდა, გეტყვით და კიდე ირაკლი კუპრაძეს პირდაპირ გეუბნებით, რომელმაც ეს საჯარო თქვა და არიან სხვებიც არის 5-6 შემთხვევა ასე თქვა დარეკვისა, მისვლისა და ასე შემდეგ. ლევან, დავბრუნდეთ პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, დახურულ შეხვედრას. საინტერესო რა ხდებოდა კარს მიღმა და რა უთხარით გიორგი კვირიკაშვილს? არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა კარს მიღმა, ის რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე საჯაროდ, ითქვა, ასე თქვა, დახურულ კარს მიღმაც, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან გულწრფელად, ძალიან თბილად მოისმინა ეს საუბარი, იყო ძალიან ბევრი კრიტიკა მისი და მისი მთავრობის მიმართ და რაც მთავარია, მან გასცა პირობა რომ იმსჯელებს ჩვენთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე. ერთი კვირის შემდეგ შედგება ეს შეხვედრები. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთ კვირაში უკვე კანონი მუხლობრივ დონეზე მოვამზადოთ და ისე წარუდგინოთ პრემიერ-მინისტრს და ასევე შევეცდებით, რომ წარმოვადგინოთ ის დოკუმენტი, სადაც აღწერთ თუ რას გულისხმობთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმაში. ჩვენ მქონდა კონცეფციის დონეზე ორივე ამ მიმართულებით ჩვენი, ასე ვთქვათ, განცხადება შემუშავებული, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს განათლების სამინისტროში ან ვერ გაიგეს შესაბამისად ჩვენი კონცეფციის შინაარსი, დაამახინჯეს ეს კონცეფციის შინაარსი და განათლების მინისტრის პირადი პასუხისმგებლობაა ის, რომ მან ვერ უზრუნველყო ამ პროცესის სათანადო წარმართვა და პრემიერ-მინისტრი გახდა იძულებული, რომ 6 კორპუსთან მისულიყო და მე 115 აუდიტორიაში ესაუბრა ლევან შალვა საბაური, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გვერდებოდა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერის ჩართვით, პროცესებში პრემიერ-მინისტრის ჩართვით ირღვევა უნივერსიტეტის ავტონომიურობა.
თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით თუ იზიარებთ შალვა საბაურის ამ მოსაზრებას? მე მაგ მხარეს საერთოდ არ ველაპარაკები, არ ვცნობ. ისინი არიან თუ არ ელაპარაკებთ. კი ბატონო, ეს თემა არის, იმიტომ რომ მათი დრო წავიდა, ეხლა სხვა სტრუქტურები იქნება. აუდიტორიის კი არა, უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა ძალით, როგორც ჩვენ გვახსოვთ, თქვა 2006 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ხელმოწერით გააუქმა ყველა სტრუქტურა, პოლიცია შეუშვა, პროფესორები ჩაკეტა კარებში და ასე შემდეგ. ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობაში ჩარევა. უნივერსიტეტის ავტონომიურობაში ჩარევა ის, როდესაც მის სტატუსს გააუქმებ ისე, რომ მის წევრებს არ შეეკითხები და თავად მიიღებ, ასე თქვა, დირექტივებს და გადაწყვეტილებებს. მაგრამ როცა ადამიანები ითხოვენ კანონის შეცვლას, წესების შეცვლას, ახალი წესების და კანონების დანერგვას პარლამენტის გავლის გზით და ეს კანონები ეფუძნება დასავლურ გამოცდილებას და ასე შემდეგ, ეს ავტონომიურობაში ჩარევა არ არის. წესების ცვლილება, ხარისხზე ზრუნვა უნივერსიტეტის შიგნით, არავითარ შემთხვევაში არ არის ავტონომიურობის ჩარევა და უნივერსიტეტის შიგნით დემოკრატიული პროცესების, ასე ვთქვათ, წახალისება კანონით და არა ძალით, ბრძანებით და დირექტივით, არც ეს მიმაჩნია ავტონომიურობის ჩარევად. და საერთოდ ავტონომიურობის ცნება ჩვენ ცოტა ფართოდ უნდა გავიგოთ. ავტონომიურობა არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეებს, უნიჭო ადამიანებს, ხარისხის არ მქონე ადამიანებს, რომლებიც არ იფსახურებენ პროფესორის თუ სხვა ტიპის სტატუსს, მივცეთ ჩვენ ავტონომია და თავისუფლება და რაც უნდა აკეთოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ გიჟი გამოუშვა, ასე ვთქვათ, შესაბამისი დაწესებულებიდან. ავტონომია გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფასაც, ავტონომია გულისხმობს აკადემიურ თავისუფლებას, რომ პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ეწოლის გარეშე კონდეთ ადამიანებს აკადემიური საქმიანობის უფლება და რაც მთავარია, ავტონომია გულისხმობს ადმინისტრირებას, დემოკრატიული სტრუქტურების შექმნას უნივერსიტეტის შიგნით და ასევე გარკვეული ტიპის ფინანსების უზრუნველყოფას სასწავლებლისთვის. რომელიმე ამ 4 კომპონენტიდან თუ რომელიმე დაირღვა, თქვათ ხარისხის, ასე ვთქვათ, კომპონენტი, მაშინ ავტონომია დარღვეულია და სახელმწიფომ ახალი საკონკურსო წესები, ახალი რეფერირების სისტემები, ახალი ავტორიზაციის და აკრედიტაციის სისტემები უნდა შექმნას, რათა პროფესორები კი არ გაყაროს უნივერსიტეტიდან, არამედ უთხრას მათ, რომ გეძლევათ თქვენ დრო, აი არის კრიტერიუმები, რომელზეც მუშაობს მთელი მსოფლიო, მისი ადაპტირება ხდება საქართველოს სინამდვილესთან და აბა თუ მაგრები ხართ, თუ ხართ ღირსი რო გერქვათ პროფესორის სახელი, მოდით ჩვენც დაგეხმარებით და აკმაყოფილეთ ეს კრიტერიუმები. ამაში პრობლემა არ არის. რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად თუ შეგიძლიათ გითხრათ თვითმმართველობაზე, ანუ მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე? ეს ოფიციალური მონაცემებია, რომელიც გამოითხოვა სტუდია მონიტორმა, საგამოძიებო სტუდიამ, ეს არის 300,000 ლარზე მეტი. ამ თანხებზე ძირითადი წვდომა აქვს სწორედ აი ამ კომკავშირის და სტუდკავშირის სამართალმემკვიდრე სტრუქტურებს, ისინი ხარჯავენ ამ ფულს ხარჯავენ არაეფექტურად, არ არის თავისუფალი. რაში გამოიხატება არაეფექტური ხარჯვა? მე ამ შეკითხვას თქვენ იქიდან გამომდინარე გისვამთ, როდესაც თანხაზე თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს ვესაუბრებოდი, თქვენ გქონდათ გარკვეული რეაქციები კადრს მიღმა. და ხედავდით ამას, ხო? რა თქმა უნდა. ხო, ასე იგი მე მიყვარს ხანდახან სიცილი რაღაცებზე. ეხლა გეტყვით, რას გულისხმობ? მაგალითად ეს ცნობილი ყბადაღებული თემა არის ბაკურიანის სემინარები, სადაც 60 თუ 70 ადამიანი წაიყვანეს და რაღაც ტრეინინგზე 24,000 ლარი დახარჯეს. აი იმ გამოძიების კადრებში და იმ ოფიციალურ მონაცემებში, რომელიც რა ქვია, მონიტორმა გავრცელა, ნახავთ თქვენ რა დონის თანხა იხარჯება კონცერტებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრობლემა არის იმაში, ანუ არამიზნობრივ ხარჯზე საუბრობ. არამიზნობრივი ხარჯებია ჩვენი აზრით ეს დიახ. როცა უნივერსიტეტში არის უამრავი ხარვეზი, უამრავი პრობლემა, უამრავი სტატუს შეჩერებული სტუდენტი, უამრავი ლაბორატორია გაჩერებული და უამრავი საშინელება ხდება და გარდა ამის არის უამრავი თავისუფალი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც შეუძლია არანაკლებ მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრამების და პროექტების განხორციელება და ამ დროს ეს საინიციატივო ჯგუფებიც და უნივერსიტეტის პრობლემებიც ამ 300,000 ლარის მიღმა რჩება და მხოლოდ ერთი ვერტიკალი, ერთი იერარქია პრეზიდენტებით, ტოვილთა მინისტრებით და გენსეკებით და ასე შემდეგ განსაზღვრავს და განკარგავს ამ ფულს, ეს არის პრობლემა. ჩვენ პრემიერ-მინისტრსაც და განათლების მინისტრსაც ვეუბნებით, რომ სტუდენტების ხმა კი არ წავართვათ უნივერსიტეტის შიგნით. სტუდენტებს კარგი გაგებით თვითმმართველობის უფლება კი არ წავართვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სტუდენტებმა იმუშავონ საფაკულტეტო საბჭოებში და სენატში. საფაკულტეტო საბჭო და სენატი დავასრულებთ ბატონო
აკადემიკო, განსაზღვრავენ უნივერსიტეტის შიგნით პოლიტიკას, აკადემიურ პოლიტიკას და აქ სტუდენტთა და თვითმმართველობა იყვნენ ის არჩეული ადამიანები, ვინც იქ არიან. და ეს თანხა, რაც არის გამოყოფილი სტუდენტური ხარჯებისთვის, თავისუფალი საგრანტო კონკურსებით გადანაწილდეს თავისუფალ ინიციატივებზე და შექმნან ამ ბატონებმა თავიანთი NGO, შექმნან თავიანთი საინიციატივო ჯგუფი, მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა, მოიგონ ეს კონკურსები და გინდა პინგ-პონგის ჩემპიონატი ჩაატარონ და გინდა დრო დაახლოებით 2 წუთის წინ ამოიწურა, მინდა ერთი შეკითხვა დაგიცვა და თუ შეიძლება მოკლედ რომ მიპასუხო. ანუ გავრცელებული ინფორმაციით ლევან პრემიერი თანამშრომლებს და ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნას დაკვირდა, თქვათ, რა შემადგენლობით უნდა დააკომპლექტდეს ეს ჯგუფი, რომ თქვათ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანდოობა ეჭქვეშ არ დადგეს და ასევე საინტერესოა შესთავაზებ თუ არა ჯგუფში მუშაობას თვითმმართველობის წევრებს, ფაქტია რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ჯგუფს ქმნის ბატონი კვირიკაშვილი, ბატონმა კვირიკაშვილმა გითხრა ჩვენ რომ 7 წარმომადგენელი ჭირდება მას აუდიტორია 115-დან, მხოლოდ აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები იქნებიან ჯგუფში, მაგრამ ეს კანონი ქალბატონო მაკა თავისთავად მიღებული არ იქნება, ეს სწავლა პარლამენტში, პარლამენტში იქნება საჯარო განხილვა და პარლამენტში ადამიანებს ექნებათ ამ საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლება და თავისი პოზიციის დაფიქსირება და პარლამენტში ბევრი, ასე ვთქვათ, ჯგუფი არის უკვე თვითმმართველობის წევრებს შესთავაზებ თუ არა ჯგუფში მუშაობა. მე ვერავის ვერაფერს შევთავაზებ, მე იმ მაგიდაზე, სადაც იქნებიან ამ სტრუქტურის წარმომადგენლები, არ დავსვები და ადამიანები თუ მოვლენ, რომელსაც ინტერესი აქვთ, ამ მაგიდაზე ეს არის აუდიტორია 115-ის პლატფორმა და პარლამენტში ეს შეხვედრა სავარაუდოდ ღია იქნება და მე ერთ სიტყვი მოკლედ კიდევ რომ აუდიტორია 115 არსებობას განაგრძობს, ყოველდღიური შეკრებები და განხილვები 115 აუდიტორიაში შედგება და მე იმედი მაქვს რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი დარჩება თავისი სიტყვის ერთგული და ბოლომდე მიიყვანს ამ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან მოთხოვნებს განათლების რეფორმებთან დაკავშირებით და ჩვენ ვითხოვთ ისეთ რაღაცებს, რაც არის განათლების სისტემისთვის სასარგებლო და არა ცალკეული ადამიანებისთვის, პრეზიდენტებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა.